კვარაცხელია, რომელმაც რენთან შესანიშნავად იასპარეზა, კვლავ თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე დაიკავებს ადგილს. პარიზიენი როგორი იქნება ატლეტიკთან პსშ შემადგენლობა. ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ბილბაოში ატლეტიკთან მატჩში პსშ სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ტრავმირებული არიან ლუკა შევალიე, აშრაფ ჰაკიმი და ლუკას ბერალდო. უსმან დემბელეს გრიპი აქვს, ლუკა ერნანდესი კი დისკვალიფიცირებულია. ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთ ბასკეტში გაემგზავრა დეზირე დუე, რომელიც შეიძლება შეცვლაზე შევიდეს. პარიზიენი წერს, რომ 379 დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ითამაშებს მეკარე მატვეი საფონოვი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რენთან შესანიშნავად იასპარეზა, კვლავ თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე დაიკავებს ადგილს. ბრედლი ბარკოლა მარჯვენა ფრთაზე გაირჯება და მათთან ერთად შეტევის ხაზს კენტენ ნჯანტუ დააკომპლექტებს. ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საბოლოოდ ჩააბარა კვარაცხელიას მარცხენა ფლანგი და ბარკოლა საპირისპირი ფრთაზე გაუშვა. ლიგა 1-ის ბოლო შეხვედრაში თავის გამოჩენის მერე კვარასგანი ისევ განსაკუთრებულად თამაშს მოელიან და ალბათ უკვე დროა გუნდში ლიდერი გახდეს, რისი უნარებიც უდავოდ გააჩნია. პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა. საფონოვი, ზაირე ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მეილიუ, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, ნჯანტუ.